ყოველი შენაძენი ბავშვების მხარდასაჭერად ვიშლისტი იწყებს ახალ მასშტაბურ კამპანიას, სადაც ბიზნესი და მომხმარებელი ბავშვებისთვის ბედნიერი ახალი წლის შესაქმნელად გაერთიანდება. კომპანიამ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საკუთარ სტრატეგიაში ქველმოქმედება ჩართა, თუმცა მის ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია ნინოს და ბარბარეს ფონდი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავს. რაც გულისხმობს კომპანიის ახალი წინასაახალწლო კამპანია, როგორია მოთხოვნა სათამაშოებსა და ბავშვებისთვის საჭირო ნივთებზე სტუმართან ვიშლისტის დამფუძნებელთან სალომე ქუთათელაძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე დღეს ძალიან მიხარია, რომ თქვენ ამ გადაცემის სტუმარი ხართ. ცოტა ხნის წინ მე ერთ-ერთ YouTube არხზე მოგусმენდი თქვენს ინტერვიუს და მას მე მქონდა ეს განცდა, რომ სალომესთან მქონდა ინტერვიუ და ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ხარ ჩვენთან ერთად. ვიდრე ვისაუბრებთ კამპანიაზე, მაყურებელს მინდა რომ ვუთხრა, მე არ მეგულება ვინმე ვინც ვიშლის შესახებ ინფორმაცია მეტნაკლებად არ იცის, იმის გათვალისწინებით, რომ ალბათ ერთხელ მაინც უყიდია რაიმე სახის პროდუქტი ბავშვებისთვის, თუნდაც ყველაზე მინიმალური ფასით. და ასევე მაყურებელს ვეთქვი, რომ ამ კომპანიამ საქმიანობა დაიწყო ძალიან მინიმალური თანხით, იმდენად მინიმალურით, რომ დღეს შესაძლოა ვინმეს გაუკვირდეს, რომ 300 ლარით შეიძლება თუ არა ამხელა ბიზნესი შექმნა დღეს ქვეყანაში და დღეს რეალურად ვიშლისტი არის სათამაშოების მიმართულებით და აი ამ ყველაფერაც ბავშვებს უკავშირდება ამ ნაწილში ერთ-ერთი ლიდერი და ამის თქმა მე თამამად შემიძლია და არ მომერიდება. რა ვითარება დღეს საქართველოში სათამაშოების ბიზნესში? რამდენად კონკურენტული გარემოა, როგორია ტენდენციები, თავდაპირველად ამაზე ვისაუბროთ და მე უკვე გადავიდეთ იმ საახალწლო ინიციატივაზე, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენს კომპანიას აქვს. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში, სათამაშოების ბიზნესი და ზოგადად სათამაშოების სეგმენტი საკმაოდ მზარდია. წინა წლებთან მიმართებაშიც ხასიათდება მუდმივი ზრდის ტენდენციით. კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. მინდა რომ გამოვყვა აუცილებლად, რომ ჯერ კიდევ არსებობს სამწუხაროდ ბაზარზე ისეთი სათამაშოები, რომელიც არ არის სრულად უსაფრთხო ბავშვებისთვის, რაშიც ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული კონტროლი და ამ შემთხვევაში სანქციებიც, რომ ბავშვების ზოგადად და ბავშვების ჯანმრთელობა იყოს დაცული. თუმცა, რა თქმა უნდა, ბოლო წლებშიც შეინიშნება ამ მხრივ კონტროლის გამკაცრება და ეს მინიმუმამდე დადის და რა თქმა უნდა, ეს ჩვენც როგორც ასე ვთქვათ, უკვე ორგანიზებულ ქსელებს ვიჭერს მხარს იმისთვის, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქცი, ამ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში უკვე ძალიან ხელმისაწვდომ ბაზარად. რეალურად ეს პროდუქცია საქართველოში შემოდის. ხო, ამ შემთხვევაში თქვენ შემთხვევაში. ძირითად მომწოდებელი ქვეყნები რომელია და მაგალითად ბოლო წლებში საქართველოში მეტნაკლებად დაიწყო ადგილობრივ ბაზარზე ქართული სათამაშოების დავუშვათ შექმნა და ამის დამზადება გაყიდვა. აი რეალურად ამ ტიპის თანამშრომლობა თუ არსებობს თქვენ შორის, იმიტომ რომ ამ მცირე მეწარმეებსაც გარკვეულწილად როგორც თავის დროზე თქვენ იწყებდით და დიახ, თავის დროზე. გითხოვთ კიდეც რომ რეალურად არავინ იცოდით ვისში მხარდაჭერის იმედი შეიძლება გქონოდათ, ახლა ამ შემთხვევაში შესაძლოა დავუშვათ თქვენაირი მსხვილი კომპანიების მხარდაჭერა დაჭირდეთ. თუ არის ეს გარკვეული თანამშრომლობა და დაუშვათ ძირითადად რომელი ქვეყნებია მომწოდებელი უსაფრთხოების ნაწილს ცალკე გავამახვილებ კიდე ყურადღებას. კი ბატონო. ნუ ამ შემთხვევაში უმეტესი მოდის ჰოლანდიიდან, ბულგარეთიდან, ძირითადად ევროპის ქვეყნებზე არის რა თქმა უნდა აქცენტი და რაც შეეხება კონკრეტულად ქართულ მომწოდებელს, რა თქმა უნდა მათთანაც თანამშრომლობდით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ აღინიშნოს სტაბილურობა, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრ ქართულ ბიზნესს ვერ ახასიათებს ისევ და ისევ ბევრი შეზღუდვის გამო, რაც ზოგადად ბიზნესის განვითარების პროცესში შეიძლება მათ შეხვდეთ, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სტაბილური მოწოდება, ანუ მათ შორის რაოდენობრივი რაოდენობრივიც, კი ბატონო, კი, მუდმივად არის ხოლმე ეგრეთ წოდებული აუთოსტოკი, ანუ დეფიციტი მიწოდების, ასევე საკმაოდ უჭირთ ხოლმე მე უკვე ასორტიმენტის განვითარება, რაც რა თქმა უნდა დამატებით სახსრებს მოითხოვს და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს სწორი ბიზნეს კრედიტები ქვეყანაში, რომ მათაც შეძლონ დროულად განვითარება და ბაზარზე აყოლა. როგორ მივხვდეთ უსაფრთხო სათამაშო, როგორ აღმოვაჩინოთ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ საქმე ეხება ბავშვებს, იქ ძალიან სენსიტიურები ვართ ყველანი და ძალიან ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მეტნაკლებად ბუნებრივია, რომ პროდუქცია ისეთი ვიყიდოთ, რომ დავუშვათ რაიმე ტიპის პრობლემა ამ ნაწილში არ იყოს, მაგრამ როგორ მივხვდეთ ჩვენ მომხმარებლები, რომ ნამდვილად უსაფრთხო პროდუქციას ვყიდულობთ, იმიტომ რომ ხშირად ფასი არ არის გამსაზღვრელი იმისა, ესა თუ ის პროდუქტი უსაფრთხოა თუ არა. პირველ რიგში უნდა მოერიდონ ბაზრობებს და საწყობებს და მსგავსი ტიპის არაბრენდულ ლოკაციებს, იმიტომ რომ ოდესაც არის ბრენდი, უკვე მას აქვს
პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე, რომ მისცეს ის უმაღლესი ხარისხი, იმიტომ რომ თუ თქვათ მომხმარებელმა ასე ვთქვათ მიიღო უხარისხო პროდუქცია, ის უკვე მის ბრენდის იმიჯს აზიანებს, რადგან მისთვის ეს ბრენდი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ პირველი გამოსაზღვრელი ფაქტორი არის, რომ მიმართონ ქსელებს და ბრენდულ ობიექტებს, რომ იყვნენ დაცულები, აუცილებლად შემდეგი ეტაპი არის პროდუქციაზე შემოწმება თავად ეტიკეტის, თუ არის ISO სერტიფიცირებული და თუ აქვს ის შემოწმება გავლილი, რაც უნდა გაიაროს ყველა სათამაშო, მაგალითად ტყვის შემადგენლობაზე და იმავნე მინარევების შემადგენლობაზე, რაზეც ყველა სათამაშო, რაც არის ევროპის ბაზრისთვის გათვლილი, გადის შემოწმებას. რეალურად საქართველოში კლავაც ხდება თქვენი პროდუქციის შემოწმება თუ იქიდან უკვე შემოწმებული შემოდის? ჩვენ შემთხვევაში იმდენად დეტალური ტესტ რეპორტები გვაქვს მუდმივად, რომ აქ არც ერთხელ არ მოსწევია შემოწმების გავლა. და საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და საჭიროების შემთხვევაში სანქციებიცო. ამ დღეს საქართველოში თქვენი გამოცდილებით ამის საჭიროება დგას? დიახ, დგას. განსაკუთრებით ბაზრობებზე არის საკმაოდ ხშირი შემთხვევები, რომ აყალბებენ ამ სერტიფიკატებს და ეტიკეტებსაც და ისე შემოაქვთ. და ხდება ამის შემოწმება? კი, რა თქმა უნდა, ხდება შემოწმება, კი, და უფრო ინტენსიური უნდა გახდეს ჩემი აზრით. ბაზრის ზედამხედველობის სააგენტო ახდენს ამის მუდმივ კონტროლს. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება იმ ინიციატივას და კამპანიას, რომელიც წინა საახალწლოდ დაიწყეთ, რას გულისხმობს ეს რა ინიციატივაა და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ მომხმარებელი აქტიურად ჩაერთვება? ჩვენ წლებია, როგორც აღნიშნეთ, უკვე მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ვატარებთ, თუმცა ამას არ ვაფიშირებდით აქამდე და ეს იყო ჩვენი შიდა, ასე ვთქვათ, მუდმივი მხარდაჭერა იმ ხალხისთვის, რომელსაც იმ პერიოდში ჩვენი განსაკუთრებული გვერდში დგომა სჭირდება, თუმცა წელს გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებელსაც ვაუწყოთ ამის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი სითბო წამოვიდა მომხმარებლების მხრიდან, თორემ მსგავსი ტიპის ვიდეოებს ვდებდით და მინდა რომ მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ ამაში მათი წვლილი არის უმთავრესი. იმიტომ რომ რო არა ისინი, ჩვენ ამას მატერიალურად ვერ შევძლებთ. მთელი ჩვენი შემოსავალი არის, ასე ვთქვათ, ჩვენ მომხმარებელზე დამოკიდებული, სხვა შემოსავლის წყარო კომპანიას არ აქვს. ამიტომ სწორედ მინდა რომ მომხმარებელთა თითოეულმა მათგანმა გაითავისოს. როგორ უნდა გავითავისოთ მაგალითად? აი, მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში ნაძვის ხეებზე ვაძლევთ ძალიან ისეთ ორიგინალურ სათამაშო ბურთს, სადაც წერია, რომ მე მაგალითად ამ ნაძვის ხის შეძენით ერთ ბავშვთან მოვიყვანე ახალი წელი. ანუ აი ესე სიმბოლურად გადაეცემა, ნუ ჩემთვისაც ძალიან ისეთი ამაღლებული იქნებოდა მსგავსი რაღაც, რომ ნაძვის ხეს რო შევხედა, ვიცი, რომ უბრალოდ იმით, რომ მე ეს ნაძვის ხე შევიძინე, ვიღაცას ბედნიერი ახალი წელი ერქვა. მე როგორ ირჩევთ იმ ბავშვებს, რომლებსაც ესა ჩუქრები უნდა გადასცეს? აი, ეს არის ყველაზე რთული პროცესი ამ პროექტში. ძირითადად თანამშრომლობ ფონდებთან, ჯერჯერობით არ დავასახელებ, იმიტომ რომ მათგან არ მაქვს ეს თანხმობა, რომ გავაჟღერო ვისთან თანამშრომლობ, თუმცა აუცილებლად როდესაც საბოლოოდ კონტრაქტს მოეწერება ხელი, დავასახელებთ იმ ფონდებს, რომლების მეშვეობითაც გავალწოდათ იმ ოჯახებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. უკვე შეგროვებულია ძალიან ბევრი საახალწლო სურვილი ბავშვებისგან და რა თქმა უნდა, სანტა ჩვენი დახმარებით მიუტანს ამ საჩუქრებს. კი ბატონო, კიდევ ერთი ნაწილი, რომელსაც ასევე აუცილებლად მინდა რომ ჩვენი საუბრის განმავლობაში ვისაუბროთ, არის თვითონ თქვენ კომპანია ბიზნესი დაიწყო ონლაინ გაყიდვებით და მე გადახვედით უკვე ასე ვთქვათ მაღაზიების ფორმა მე მიესწრეთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ონლაინ გაყიდვების მიმართულება საქართველოში არის თუ არა კლავაც საინტერესო და რომ დღეს რომ იწყებდეთ ბიზნესს, რომელ მიმართულებას აირჩევთ ისევ ან რა მოგცათ მაგალითად ონლაინ გაყიდვებით დაწყებამ, ეს საქმიანობა დაიწყეთ მაშინ, როცა ონლაინ გაყიდვები პრაქტიკულად არ იყო ასეთი პოპულარული, როგორიც პანდემიის შემდგომ, პანდემიამ განაპირობა და მე უკვე შემდგომ პერიოდში წამოვიდა. რჩევა რომ ისეთ ერთგვარი იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყეს მაგალითად ამ ნაწილში საქმიანობას. აუცილებლად დავიწყებდი ონლაინით ისევ, იმიტომ რომ ამან საშუალება მოგცა ძალიან დიდი ნდობა მოგვეპოვებინა მომხმარებლებს შორის და საშუალება მოგცა, რომ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე არ ყოფილიყავით მიმმული და გავშლილიყავით, ასე ვთქვათ, მთელი საქართველოს მასშტაბით და ონლაინი დღესაც განვითარებადი, ასე ვთქვათ, მიმართულება და აუცილებლად მივცემდი რჩევას, რომ ონლაინს საკმარისი ყურადღება მიაქციონ, იმიტომ რომ ზუსტად ონლაინი იყო ის, რამაც ჩვენ ლიდერებად გვაქცია პანდემიის პერიოდში და მოგცა საშუალება, რომ ბიზნესი არ დაღუპულიყო ამ ურთულესი ეკონომიკური ვითარების გამო, სწორედ იმან რომ ონლაინში ესეთი ძლიერები ვიყავით. კი ბატონო, დაუშვათ იმ მომხმარებელი დღევანდელი გადმოსახედა საქართველოში რომელს მიმართულებით უფრო ირჩევს, რადგან შეუძლია რომ პირობითად რომელიმე ობიექტზე მოვიდეს, რომელიმე სავაჭრო ცენტრში, სადაც თქვენი მაღაზიებია განთავსებული და პირდაპირ აირჩიეს. თუ მაინც ონლაინ ყიდულობენ, აი
არჩევა სად უფრო ვაკეთებთ? იცით რა არის გააჩნია ლოკაციას რეგიონებში რა თქმა უნდა კვლავ ძალიან დიდი წილი რჩება ონლაინ შესყიდვის დღესდღეობით ახლობით 20-80 არის გადანაწილებული 80% მაინც რადგან ეს არის სპეციფიური პროდუქტი და მშობელმა უნდა თავად ნახოს რამდენად კომფორტულია შეამოწმოს ყველაფერი მაინც ლოკალურად ასე ვთქვათ კონკრეტულ ლოკაციებზე არჩევას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი პროდუქციის კუთხით თორე არის გარკვეული პროდუქცია რაც ყველგან იდენტურია და ამ შემთხვევაში ონლაინი ლიდერობს კი ბატონო და ჩვენი საუბრის ბოლოს თვითონ ამ ტიპის ბიზნესს რამდენად აქვს განვითარების პერსპექტივა საუბარია ბავშვებისთვის პროდუქტებზე ბავშვებისთვის აქსესუარებზე ყველაფერზე რაც ბავშვს უკავშირდება რამდენად აქვს პერსპექტივა საქართველოში ამ მიმართულების განვითარებას იმიტომ რომ თითქოს ძალიან ბევრი პატარ-პატარა მცირე კომპანიები გამოშვა რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ ამიტომ საინტერესოა თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რეალურად ეს ბაზარი განვითარებადია კი რა თქმა უნდა აქაც თუ ჩაერთვება ისევ ISO სერტიფიკაციის სტანდარტები რაც თავის დროზე მოხდა სათამაშოებზე სამწუხაროდ დღესდღეობით ეს არ რეგულირდება საბავშვო პროდუქციას როგორც არის დეტლები ქარცითები და ასე შემდეგ და დღემდე ძალიან დიდი წილია უსერტიფიკატო და უბრენდო პროდუქციის შემოსვლის ბაზარზე თუ ეს დარეგულირდება რა თქმა უნდა განვითარების ასე ვთქვათ პოტენციალი ძალიან დიდი აქვს იმიტომ რომ შობადობა რა თქმა უნდა მუდმივად იქნება მედია ზრდადიც იქნება უახლოეს პერიოდში და ეს ბიზნესი ზოგადად ძალიან სტაბილურად განვითარებადია და ასეთ შემთხვევაში მაგალითად საფინანსო ინსტიტუტები რამდენად აქტიურად გეთანამშრომლებიან რამდენად მზად არიან რომ ამ ტიპის ბიზნეს სპეციფიურს მაგრამ ძალიან პერსპექტიულს ხელი შეუწყო საწყის ეტაპზე სამწუხაროდ არა მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე ჩვენი სიტყვა ვთქვით და გარკვეული სამოხმარებლო ბაზას და გარკვეული ასე ვთქვათ value და ღირებულება შევქმენით მაშინ ერთ-ერთი ბანკი ძალიან აქტიურად წამოყვა და დღემდე გვერდში გვიდგას კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და მე იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი ჩაერთვება თქვენს ამ კამპანიაში სალომე ქუთათელაძე ვიშლისტის დამფუძნებელი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი